გადავიდათ ილია თოფურიაზე, ხო, პირველი თემა, რომელიც გამიკვირდა რომ ამაზე კითხვები არ იყო, მაგრამ შეიძლება რაღაცნაირად გადაფარა მერაბის ამბავმა ეს სიახლე, რომელიც სამშაბათს გავიგეთ, თითქოს მოწმენდილ ცაზე, ხო, დაიდო რაც სიახლეები ინტერნეტში, რომ ილია და ალექსანდრე თოფურიამ, რა თქმა უნდა, ძმებად თოფურიებმა დატოვეს კლიმენტ კლუბი, რომელიც არის დარბაზი ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში, სადაც 2012 წლიდან, ფაქტობრივად იმ მომენტიდან, რაც ესპანეთში გადავიდნენ, იმ მომენტიდან ამ დარბაზში ვარჯიშობდნენ. დარბაზი დაფუძნებული იყო ძმები კლიმენტების მიერ, იყო და არის კიდეც, ხორხე და ავგუსტინ კლიმენტი. არიან გამოცდილია მემწვრთნელები და ჯიუჯიტსუს შავი ქამრები, ხო? და პრინციპში ისეთი საინტერესო ამბავია მაგაზეც, როგორ აღმოაჩინა თუნდაც ილიას დედამ ეს დარბაზი და როგორ მიიყვანეს ბავშვები მან. ნუ მოკლედ ამას ეხლა აღარ მოუყვები, მაგაზე შეგვიძლია მერე ვისაუბროთ, მაგრამ თავარი აზრი იყო ის, რომ თითქმის 13 წელი, ხო, ან 13 წელი ივარჯიშეს ამ დარბაზში და უცებ ბრახ და წამოვიდნენ. და ამაზე ამბები, მოკლედ, ყველა უცხოურ მედიაშიც გავრცელდა და იმ დასჭირდა თუნდაც ილიას რაც ოფიციალური განცხადების გაკეთება ამ თემაზე და კომენტარი გააკეთეს, ისეთი მოკლე და კონკრეტული და მერე, რა თქმა უნდა, უკვე ავგუსტინ ხორხე კლიმენტმაც ისაუბრა მარკასთანაც ისაუბრეს ძმებმა და ხორხემ ცალკე ჩაწერა ინტერვიუ მერე Submission Radio-ზე, სადაც ისევ და ისევ რადგანაც ცოტა აჟიოტაჟი გამოიწვია, ჩათვალეს სწორად და ალბათ გამართლებული იყო ეგ ნაბიჯი, რომ ამაზე რაღაც კონკრეტული კომენტარი გაეკეთებინათ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად. მე ჩემი მხრიდან და ჩემი რაკურსიდან მოგიყვებით ამ ამბავს, როგორ დავინახე და რას ფიქრობ ამაზე, ხო? რეალურად გულწრფელად გეტყვით, რომ ამაში რომ გავიღვიძე და პირველი ამბავი ვნახე, ანუ სენსაციური ჩემთვის არაფერი არ იყო და დიდად სიახლეც არ ყოფილა. არა იმიტომ, რომ რაღაც კულუარული ინფორმაციას ფლობან რაღაცას, არა. უბრალოდ ეს ამბავი სადაც მეგონა რომ უკვე მომხდარი იყო და ეს განცხადება, ხო, და თუნდაც ეს უცხოურ მედიაში დაწერილი სტატიები ჩავთვალე, რომ უბრალოდ რაღაც ფაქტის კონსტატაცია და აი თითქოს გაოფიციალურება იყო. რატომ? რეალურად ილია და როგორც მივხვდი ახლა უკვე ბოლო დროს ალექსანდრეც, დაახლოებით 1 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად მადრიდში. ნუ რაღაცნაირად, ანუ შემდეგი ეტაპი მის ცხოვრება შეეგეყო, ხო, ალიკანტედან, რომელიც შედარებით პატარა ქალაქია, მადრიდში გადასვლა. მადრიდი და ალიკანტე ერთმანეთისგან საკმაოდ დიდ სიშორეზე არის რა, სადღაც მგონი მანქანით არის 4 საათ ნახევარი. ანუ ის ამბავი არ არის, რომ უცებ ჩახტები და ჩახვალ დღეში 2-ჯერ რა, ანუ ერთი გზის სავალზე ხო არ არის, 1 საათის სავალზე, ხო? ანუ საკმაოდ დიდი დაშორება და შესაბამისად, ბოლო დროინდელ ვლოგებს ილიას არხებზეც თუ გადახედავთ, ან ყველა ნებისმიერ რაც თუნდაც სოციმედიაში დადებულ ვიდეოს, ხო? თითქმის ყველაფერი, სადაც ჩანს როგორ ვარჯიშობს ილია, არის გადაღებული მის სახლში, ისა და ისე მადრიდის ახალ სახლში. იქ მოგეხსენებათ, ჩემს გვერდზეც დამიდია მისი ცალკე სურათები იმ პატარა პერფორმენს ინსტიტუტივით, რო აქვს რაც მოწყობილი, ხო, იმაში სახლში რაც საუნა, კრიოთერაპია და ასე შემდეგ. მოკლედ, ანუ ძალიან ისე მშვენივრად აქვს მოწყობილი ეს სახლი, სადაც ცალკე ფუნქციური დარბაზი აქვს MMA-ის და თუნდაც აი Max Holloway-ის ბრძოლის წინა ვლოგები რაც იყო, ყველაფერი იქ იყო გადაღებული, სადაც ვარჯიშობს გურამ ქუთათელაძესთან, ვარჯიშობს ცხადი ალექსანდრესთან და ჰავი კლიმენტთან, რომელიც ილიას კრივის მწვრთნელია, მაგრამ გვარის მიუხედავად ძმებ კლიმენტებთან არაფერ კავშირში არ არის, უბრალოდ კრივის მწვრთნელია და ნუ დამთხევა არის, რომ ისინი კლიმენტები არიან და ესეც. ხო და ბოლო დროს, ანუ რადგანაც ყველაფერი ამ სახლიდან იყო, ხო, ნუ ჩავთვალე რაც, რომ თითქოს ძალიან ბუნებრივი იყო ეს
პროგრესია, ხო, სადაც ილია უბრალოდ კონცენტრირდება საკუთარ თავზე და ამ ვარჯიშებზე უშუალოდ იმაში, რა ქვია, საკუთარ სახლში, რაც რეალურად ძალიან მაგარია მაღალი დონის ათლეტისთვის. რატომ? ფიტნესით ვინც ხართ დაკავებულები, ხო, ანუ გეცოდინებათ ალბათ, რომ პროგრესს აღწევ რეალურად მაშინ, როდესაც შენს პროგრესს განსაზღვრავს არა მხოლოდ ის თუ როგორ ვარჯიშობ და რა ინტენსივობით, არამედ ასევე იმით თუ რამდენად კარგად შეგიძლია დაისვენო და გაიარო რეაბილიტაცია. იმიტომ რომ ეს პატარ-პატარა ზოგადად მებრძოლების ეგრეთ წოდებული კემპი, ხო, მოსამზადებელი ბანაკი ფიზიკურადაც და მენტალურად ძალიან მომთხოვნი პროცესია და შესაბამისად იქ პატარ-პატარა ტრავმები, რაღაცეები, ხო, ამ ყველაფერს ყურადღება სჭირდება და თუ გაქვს ფუფუნება, რაც იაფის სულაც არ არის და ილიამ ძალიან სწორი ნაბიჯი გააკეთა, რომ ეგ მოაწყო სახლში და თუ გაქვს ფუფუნება, რომ ამ ყველაფერს სახლშივე მიხედო, ხო, თუნდაც ეგრევე ჩახტე საუნაში, ეგრევე კრიო გაიარო და ასე შემდეგ, ხო? ეგ იდეაში ძალიან მაგარია, ხო? იმიტომ რომ ეგრევე ნაკლებად თითქოს გიგროვდება ეს პატარა ტრავმები და ტკივილები. ამიტომ ხო, რავი, ისო და ისო ხაზი რო გავუსვათ იმას, რომ ამაში სენსაციური არაფერი ჩემთვის არ ყოფილა რა, რომ რაღაცნაირად გაიყო მათი გზები, ხო და კომენტარებიდან მერე რაც გავიგეთ, თუნდაც ილიას გუნდის კომენტარი, რომელიც ძალიან მოკლე იყო, რაც გასაგებია, ახლა მედიასთან თითქმის არ ურთიერთობენ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხანი არის დარჩენილი ბრძოლამდე ჩარლზ ოლივერასთან, UFC 317-ზე და შესაბამისად ახლა რეალურად სხვა რაღაცებზე არიან კონცენტრირებულები. და კლიმენტმა რაც ისაუბრეს, ძალიან ლოგიკურად დაალაგდა ყველაფერი, ხო, იმიტომ რომ მათი პოზიციაც გასაგებია, წლებია აშენებენ ამ გუნდს, ხო, შექმნეს ეს და ეხლა ძალიან რთულია ყველაფერი მიატოვა და მადრიდში მაინც და მაინც გადახვიდა, ხო, იმისთვის რომ შენს მებრძოლთან იყო. ისო და ისო, ამაში თითქოს სიახლე და სენსაცია და რაღაცები არ იყო. მე კი წამოვიდა რაც კონსპირაციული თეორიები, მაგრამ რავი, ზოგადად ვერ გეტყვით რას დაუჯეროთ, რას არა, მე უბრალოდ ჩემს აზრს გიზიარებთ და რაც შეეხება ჩემს მიერ დაწერილ სტატიებს და პოსტებს, ჩემი როგორც ჟურნალისტის, ხო, და მედია წევრის მოვალეობა და თავარი დანიშნულება არის უბრალოდ რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ და რასაც ყოველთვის ვცდილობ, ასევე პატარა კონტექსტიც რომ მიყვებოდეს და დასკვნები უკვე თქვენ თავად გამოიტანეთ ეგრეთ თქვა. დაისმა ეგრევე კითხვა, ვინ არის ახლა ვინ მოამზადებს, ხო? არ ვიცი რამდენად ეყოლება მაგალითად კლიმენტები იმაში, რა ქვია, კუთხეში, მაგრამ ერთი ის ვიცით, რომ უეჭველი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იქნება კუთხეში ალექსანდრე თოფურია და რა თქმა უნდა, ხავი კლიმენტიც, რომელთანაც ილია ბოლო დროს ძალიან აქტიურად ემზადება, ხო, კრივში. მაგის გარდა, რაც არის გასათვალისწინებელი, არის ის, რომ როგორც ვთქვით, ალექსანდრე ყავს, რომელთანაც ერთად რავი მთელი ცხოვრება ემზადებიან და მოგეხსენებათ, ალექსანდრე არის რაღაც ამ გუნდის ტვინი ეგრეთ წოდებული, ხო, და მთავარი სტრატეგი, რომელიც რაც აი ამ game planning-ზე და გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. ხავი, როგორც უკვე ვახსენე, არის კრივის მწვრთნელი და სხვათა შორის ხავიც ახლა მადრიდში გადაცხოვრდა და შესაბამისად რაღაც ეგრე full time სრულ განაკვეთზე მაგალითად მუშაობენ ერთად და მაგის გარდა კიდე, რადგანაც ავგუსტინი და ხორხე აღარ ეყოლება, დაემატა გუნდს ჯიუ-ჯიტსუს ორი ჩემპიონი, ძალიან მაღალი დონის ათლეტები, ორივე არის შავი ქამარი, რომ არ შემეშალა სახელები არის მანი ტავანეი და მათიას რიბეირო. და ესენი მიხედავენ ეგრეთ ვთქვათ გრეპლინგის და ჯიუ-ჯიტსუს ამბავს, ხო? ამის გარდა ვიცით, რომ ილიას უკვე რამდენიმე წელი ჰყავს ფიტნეს ინსტრუქტორები, ორი პროფესიონალი არის, რომელიც აი ფორმის შენარჩუნება გაუმჯობესებაზე მუშაობენ და weight cut-ზე და ეგეთ რაღაცაზე, ხო? ეს არის დოქტორ ალდო და ხესუს გალო. ხო. ეს არის ის გუნდი, რაც ილიას ეხლა ყავს ბოლოდროინდელი ინფორმაციის, რაც ისა და ისო ესპანურმა მედიამ გავრცელა. ალდოც და ხესუსიც წლებია ილიასთან მუშაობენ, ან წლები თუ არა დიდი ხანია. იგივე შეიძლება ვთქვათ ხავიზე და ალექსანდრეზე, როგორც უკვე ვახსენე, ხო? ამიტომ მაგ თვალსაზრისით ყველაფერი თითქმის დაფარულია, ხო? ყავს ჩვენი პერფორმანსი და ნუტრიცია, ყავს გრეპლინგიც, ყავს სტრატეგი და ყავს სტრაიკინგ მწვრთნელი.
ხო, ესეც არის ახალი გუნდი და ლოგიკური კითხვა არის რა როგორ აისახება ეს პერფორმანსზე, ხო? არ ამგონია რაღაც რადიკალური ცვლილება გამოიწვიეს, იმიტომ რომ ისა და ისო ეს ცვლილებები თითქოს უკვე მომხდარია და თუნდაც Max Holloway-ის ბრძოლამდე დაახლოებით ამ ტანდემში მუშაობდა ეს გუნდი, ხო? და შესაბამისად ამ შემადგენლობით მუშაობდა ეს გუნდი და შესაბამისად, როგორც ნახეთ, Max-თან ბრძოლაზე ეგ დიდად არასახულა და დარწმუნებული ვარ, რომ არც UFC 317-ზე ნახავთ რამე რადიკალურ ცვლილებებს მაგ თვალსაზრისით. ზოგადად ამასაც შევეხედა, ბარემ ხაზსაც გავუსმევ, ხო? ანუ რატო არის კარგი ეს ილიას მხრიდან, ანუ ამ ყველაფრის პროცესების თითქოს სახში კონსოლიდირება, აი ძალიან პერო ენით ახლა გამომივიდა და ეცა მარტივად ვთქვათ, ხო? რატომ არის კარგი? აი ეს ყველაფერი ერთ ადგილას, როდესაც გაქვს და მიხედილი გაქვს ყველაფერი, როდესაც ხარ პროფესიონალი ატლეტი, რომელიც ასპარეზობს შენ სპორტში ყველაზე მაღალ დონეზე. და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყანაში. მოგეხსენებათ, არაერთი ამბავი მგონი გვინახავს, როდესაც მებრძოლი იწყებს თავის საკუთარ გზას, ხო? და მერე ხდება პოპულარული და უცებ რაღაც კარდინალურად იცვლება მის გარშემო სიტუაცია, ხედავთ სულ როგორ ერთობა, ხო, სადღაც წვეულებებზე, ისევ და ისევ, იმიტომ რომ როდესაც ხარ პოპულარული, ყველა შენგან რაღაც ყველას უნდა სადმე დაგპატიჟოს, რამე შემოგთავაზოს, ასე შემდეგ, ხო? და ამ ფოკუსი ეს გეკარგება, ხო? ილია თოფურიას შემთხვევაში მით უმეტეს, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ კიდე კარგად ვერ ვიაზრებთ საქართველოსთან. საქართველოშიც დიდი ვარსკვლავია, მაგრამ ესპანეთშიც არის ძალიან დიდი ვარსკვლავია. და აი თუნდაც ამერიკელებს რო შევადაროთ, ამერიკაში როდესაც ხარ დიდი სპორტსმენი და რაღაც თითქოს გაქვს ეს ფუფუნება და შესაძლებლობა იმდენად დიდია ეს ქვეყანა, თუნდაც ტერიტორიულად და ზოგადად ბევრი ხალხია, ბევრი სპორტია. გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც თითქოს შენს ბაბლში ეგრეთ წოდებულში იცხოვრო, ხო, რაღაც შექმნა რაღაც ბურთი და ამ რაღაც ან რაღაც სივრცე და ამ სივრცეში იყო. და მიხედო თავს, მიხედო შენს ოჯახს და ასე შემდეგ და ვარჯიშს. ევროპაში, ხო, ცოტა სხვანაირი ამბავია, განსაკუთრებით, როგორც უკვე თქვი, თუ ხარ ილია თოფურია და ხარ ესპანეთში. სადაც სუპერვარსკვლავი ხარ და ამ სტატუსს ბევრი რაღაც მოყვება, ხო? აი, სხვათა შორის თუ ვინმეს გაქვთ ნანახი ბექჰემზე დოკუმენტური, Netflix-ის ფანტასტიკური დოკუმენტური არის, 4 ეპიზოდიანია სულ და თუ არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ უყუროთ თუ არა და თუ გაქვთ ნანახი, მიხვდებით რაზეც საუბრობ რა. ანუ ორი კარდინალურად განსხვავებული რაღაცები ამბავი იყო, როდესაც ბექჰემი ცხოვრობდა ესპანეთში, გადაცხოვრდა და მე როგორ გადაცხოვრდა ამერიკაში. ესპანეთში თითქოს სიმშვიდე არ ქონდათ მათ ოჯახს და ამერიკაში რო ლოს-ანჯელესში გადაცხოვრდნენ, რავი, ჩვეულებრივად არავინ არ აწუხებდა და ასე შემდეგ და შესაბამისად ილიას მხრიდან აი ესე ყველაფერი როდესაც გაქვს სახლში, ხო? და შენი ოჯახიც იქ არის, შენი მწვრთნელებიც იქ არიან და შენ როდესაც გჭირდება და შენს განრიგზე არიან მორგებულები და პლუს რეაბილიტაციო დანადგარები და რაც ეს პატარა ლაბორატორია რო გაქვს, ხო, ეგ ძალიან მაგარია და ფოკუსი არაფერზე გეფანტება. შეგიძლია იყოს უჩართული და იყო ფოკუსირებული მთლიანად იმაზე, თუ რა მისიაც გაქვს, ხო? და რა მიზანი გაქვს არჩეული შენთვის და მოგეხსენებათ, დიდი ამბავია ახალ დივიზიონში გადასვლა, სერიოზული მეტოქეები, იმას კი არ ვამბობ, რომ წინა დივიზიონში ნაკლები მეტოქეები ჰქონდა, ხო, ვოლკანოვსკიან, ჰოლოვეი, მაგრამ მაინც გჭირდება მით უმეტეს, რაც უფრო პოპულარული ხდები, უფრო მნიშვნელოვანიც არის ეს ფოკუსი და ეს კომფორტი და სტაბილურობა, რაც ძალიან მაგარია ჩემი აზრით, ხო? ეს არის და ეს.